გერმანიიდან საქართველოში რეგულარული რეისები კიდევ ერთი ქალაქიდან შესრულდება. კიელნიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 2 ივლისიდან დაიწყება. კიელნი უკვე მესამე ქალაქია, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისთან დააკავშირებს. მოლოდინია, რომ ახალი მიმართულება გერმანიიდან საქართველოში და პირიქით კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. ქართულ ავიასივრცეში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნით მოლაპარაკებები არაერთ კომპანიასთან ახლაც მიმდინარეობს. კიელნი თბილისი კიელნი კიდევ ერთი ახალი მიმართულება გერმანიიდან საქართველოში. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი სამგზავრო ფრენებს 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს. 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. ავიარეისები 100-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გერმანული ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ახალი ავიარეისების დამატება ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. გერმანული ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა და უნდა აღინიშნოს, რომ ტოპ 10-ში შედის ტურიზმის მიმართულებით. ასევე აღსანიშნია, რომ წლიდან წლამდე ძალიან მზარდი არის ტურისტული ნაკადები გერმანიიდან და ამ მიმართულებით გერმანიის ბაზართან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რადგან ტურისტული ნაკადების მატებას და ზრდას ველოდებით. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვები უკვე მიანიჭა. დაუნდინარე იქიდან, რომ კიელნი გერმანიის ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენთ, ვფიქრობ, რომ აღნიშნული ავიარეისებით ხელშეუწყობს როგორც ტურისტული ნაკადების, ისე საქმიანი ვიზიტების ზრდას ორ ქვეყანას შორის. ტურიზმის მიმართულებით გამორჩეული იყო 2025 წელი. გასულ წელს საქართველომ 5.500.000-ზე მეტ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლა. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან 77-მა ავიაკომპანიამ 125 პირდაპირი მიმართულებით ფრენები შეასრულა. ამასთან საქართველოს ავიაბაზარზე ფრენა დაიწყეს ისეთმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, როგორიცაა ბრიტანეთის ავიახაზები, EasyJet, Air Serbia, Edelweiss, Transavia France და ავსტრიის ავიახაზები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუდმივად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რასაც ადგილობრივ ბაზარზე არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანიის შემოსვლაც ადასტურებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე. სწორედ გერმანიაც წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას საქართველოსთვის, რათა განმოვითაროთ საქართველო და გავაძლიეროთ რეგიონში როგორც საავიაციო ჰაბი. კვირაში 2 სიხშირით პირდაპირ თბილისიდან კიელნის მიმართულებით, როგორც ქართველ ისე საერთაშორისო მოგზაურებს შეუძლიათ ახალი რეისით ისარგებლონ. ვფიქრობ, ზაფხულის სეზონისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება კიელნიდან თბილისში Eurowings-ის მეშვეობით მოგზაურები ჩამოვიდნენ. Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2021 წელს დიუსელდორფიდან დაიწყო. მომდევნო წელს შტუტგარტი თბილისის მიმართულება დაამატა. ივლისიდან კი უკვე კიელნის მიმართულებაც ემატება.